ეს ჭაჭუნას აღკვეთილია. მათ ვინც საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს კარგად არ იცნობს, ეს ლანდშაფტი შესაძლოა ეუცხოვოს. ბექობის არწივისთვის კი ის მთავარი ბუნებრივი საბინადროა. ფართოდ გაშლილი ველები, რომელიც მდინარე იორსა და მის გარშემო გაშენებულ ჭალის ტყეებს მიუყვება, ბექობის არწივს შესაძლებლობას აძლევს საკვები მარტივად შენიშნოს და მოიპოვოს. უფრო მაღლა გორაკები, კლდეები და ფერდობებია. ისინი არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებისგან შედგება, რაც როგორც ბექობის არწივის, ისე ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების სხვა წარმომადგენლებისთვის თავშესაფარს და საბინადროს წარმოადგენს. ჭაჭუნას აღკვეთილში და მის შემოგარენში წარმოდგენილი ნახევარუდაბნოს ტიპის ჰაბიტატი და ჭალის ტყე საბინადროდ ძალიან ხელსაყრელ პირობებს ქმნის ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის. სწორედ ამ ხელსაყრელი პირობების გამო ბექობის არწივის საქართველოს პოპულაციის 70% ივრის ჭალაში, ჭაჭუნას აღკვეთილსა და მის მიმდებარედ გვხვდება. ბექობის არწივი დიდი მზომის მტაცებელი ფრინველია. ის მსოფლიოს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ გლობალურად მოწყვლად სახეობადაა აღიარებული. მას აქვს მოკაუჭებული ნისკარტი, ზრდასრულებს ახასიათებთ თეთრი მხრები, ხოლო ახალგაზრდებს მოოქროსფრო შეფერილობა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. ბექობის არწივი ნაწილობრივ მიგრანტი სახეობაა. ის ძირითადად ბინადრობს ევრაზიის ტყით დაფარულ სტეპებზე, ცენტრალური ევროპიდან რუსეთის სამხრეთ ნაწილამდე. ბუდობის პერიოდის დასრულების შემდეგ საქართველოში გამოჩეკილი ახალგაზრდა ინდივიდები ძირითადად აღმოსავლეთით მიგრირებენ ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთში, იორდანიაში, სირიაში, ლიბანში, ეგვიპტეში. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საბუკოს მიერ GPS გადამცემით აღჭურვილი ინდივიდები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ. ეს ნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ისინი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში მიდიან, ხოლო ზრდასრული ინდივიდები ძირითადად თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ზამთრობენ. ბექობის არწივი ცოცხალ მსხვერპლზეც ნადირობს და ლეშითაც იკვებება. ლეშისგან გარემოს გასუფთავებით ის სახიფათო დაავადებების გავრცელებისგან გვიცავს, ხოლო სუსტ და დაუძლურებულ ინდივიდებზე თავდასხმა მის მსხვერპლ პოპულაციას სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. ქვეწარმავლებთან ერთად ბექობის არწივის საკვები ბაზა დიდწილად ფრინველებს მოიცავს. თუმცა მისი რაციონი დამოკიდებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც ბუდობს, იქ გავრცელებულ მსხვერპლ სახეობებზე, მათ რაოდენობასა და განაწილებაზე. საქართველოში ბუდეების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბექობის არწივის საკვები რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეწარმავლები წარმოადგენენ. ბუდეებში აღმოჩენილი საკვები ბაზის პირველადი დათვალიერებისას ნანახია სხვადასხვა მსხვერპლი სახეობის ნარჩენები, კერძოდ მცირე და საშუალო ზომის მღრღნელები, ფრინველები და ქვეწარმავლები. ბექობის არწივები ყოველ წელს ერთსა და იმავე ბუდეს იყენებენ, მაგრამ რადგან ბუდეების ჩამოშლის შემთხვევები ხშირია, ახლის სასაშენებლად მეტი გარჯა უწევთ. (2015) წელს საბუკომ ბექობის არწივის კვლევა დაიწყო საქართველოს მასშტაბით საბუდარი ტერიტორიების შეფასებით. აღნუსხა ახლად აღმოჩენილი ბუდეები და შეამოწმა უკვე ცნობილი საბუდარი ტერიტორიები. 2016 წლიდან მიმდინარეობს ბექობის არწივის მონიტორინგი GPS გადამცემების გამოყენებით. ასევე ყოველწლიურად მიმდინარეობს არწივების ბუდეების მონიტორინგი და მობუდარ წყვილებზე დაკვირვება. ბექობის არწივის პოპულაციაზე მოქმედი ანთროპოგენული ზეგავლენა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და შესაბამისად განსხვავებულად აისახოს სახეობის ბუდობასა და გავრცელებაზე. საბუკოს თანამშრომლები 2015 წლიდან აქტიურად ვართ ჩართული ბექობის არწივის კონსერვაციაში. 2016 წლიდან დავიწყეთ ახალგაზრდა მართვეების GPS გადამცემებით აღჭურვა. მთავარი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად ზუსტად შევისწავლოთ ის საფრთხეები, რომლებიც მათ ემუქრებათ. ამ მეთოდის საშუალებით ჩვენ გავიგეთ, რომ საქართველოში გამოჩეკილი ბექობის არწივის მართვეების უდიდესი ნაწილი ელექტროიმპულსით იღუპება. მართვეები დაიღუპნენ როგორც თურქეთში, ასევე ისრაელში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ირანის ტერიტორიაზე. ანუ აქ იკვეთება მრავალფეროვანი საფრთხეები, რომლებიც განლაგებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ძალიან ღირებული მონაცემები არის შეგროვებაც საბუკოს მიერ განხორციელებული პროექტების განმავლობაში მოახერხეთ.
ჰაბიტატის დეგრადაციას და გაქრობას მრავალი მიზეზი იწვევს. მათ შორისაა ენერგოპროექტები, ადამიანის მიერ სახეობის შეწუხება, მოწამვლა, კლიმატის ცვლილება, ნადირობა და ბრაკონიერობა. კონსერვაციული ღონისძიებების სწორი დაგეგმვითა და განხორციელებით მეტი ინფორმაციის შეგროვება შეიძლება იმის შესახებ, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა აქვთ ზემოთხსენებულ ანთროპოგენულ ფაქტორებს, რათა უზრუნველყოთ ბექობის არწივის სტაბილური პოპულაციების შენარჩუნება და ანთროპოგენული ფაქტორების შერბილებასაც ვიზრუნოთ. როგორც GPS გადამცემებით მართვების აღჭურვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ფერადი რგოლებით აღჭურვა. ეს არის უფრო იაფი მეთოდი, მაგრამ მონაცემებს მაინც გვაძლევს. პირველი სასიხარულო მონაცემები მივიღეთ წელს ეგვიპტიდან, როდესაც ჩვენ მიერ ფერადი რგოლით აღჭურვილი მართვე შენიშნეს. ასევე მეორე სამწუხარო ინფორმაცია მოგვივიდა მეზობელი აზერბაიჯანიდან. ფერმერმა იპოვა დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი არწივი, რომელსაც ფეხზე ჰქონდა ჩვენ მიერ შებმული ფერადი რგოლი. ეს არწივი ახლა გადაყვანილი არის ბაქოს ზოოპარკში და გადის რეაბილიტაციის კურსს, რის შემდეგაც საბედნიეროდ დაუბრუნდება ისევ ბუნებას. 2022 წელს საბუკომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიწყო ბექობის არწივის სიღრმისეული ლაბორატორიული კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა ინდივიდების სქესის განსაზღვრა, ასევე პოპულაციაში არსებული ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების არსებობის შემოწმება. 2023 წლის მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია ბექობის არწივის 19 აქტიური წყვილის არსებობა. საბუკოს მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა მთელი რიგი პრიორიტეტული აქტივობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს შეგროვებული მონაცემებიდან და განსაზღვრულია ბექობის არწივის მართვების სამიგრაციო გზების შესწავლის, სამიგრაციო გზაზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევის, სახეობისთვის სენსიტიური არეალების გამოვლენის შედეგად. ექსპედიციები ხშირად სირთულებთანაცაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს რთული კლიმატური პირობები, დიდი ხნით განმავლობაში ველზე ყოფნა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ბუდეში მაქსიმალური რაოდენობის მართვეს ვნახულობთ, ეს ყველაფერი გვავიწყდება და ვწმუნდებით იმაში, რომ ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეს შედეგი აქვს და უნდა გავაგრძელოთ ეს საქმიანობა, რათა საქართველოში ბექობის არწივის სტაბილური პოპულაცია შევინარჩუნოთ. რომ საბუკოს საქმიანობის შედეგად სახეობის კონსერვაციული სტატუსი გაუმჯობესდება და საქართველოში გვეყოლება ბექობის არწივის ჯანსაღი პოპულაცია.